დილამ შვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა ნინო. გამარჯობა. დღეს ბზობის დღესასწაულია. ბატონო. ილოცავ ბედნიერი აღდგომა გაგითენდეს და ყველას. გაგახაროს შენს ოჯახთან, შვილებთან და ყველა შენს კეთილის მსურველთან ერთად. თელ ქვეყანას. თელ ქვეყანას ასე. სულოცავთ. ჩემს ბავშვობაში ბზობას საერთოდ არ ვიმჩნევდით. ხო, არ იცოდე. არ ვაღიარებდით. ბზობას ეგონათ მარტო თევზი უნდა ეჭამათ და ეს იყო მთელი მაგითავდებოდ. და ბზის ტოტი. ხო და მე მგონია რომ ჩემი ბავშვობიდან ეხლა აქამდე სადა რამდენი გავიდა განა ამდენი და სავსეა ეკლესიები ადამიანებით. აი დღეს ეხლა რაც არ მომწონს რა თქმა უნდა ეს მოტეხილი და მოჭრილი ბზის ტოტებია, ამაზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ბუნებრივია. დიახ. მაგრამ გონია რომ ეს ჩვენი უწმინდესის დამსახურებაა რომ ეხლა ბავშვები, ახალგაზრდები არც წარმოუდგენიათ ეხლა ოჯახები. თითქმის სოფელი არ არის რომ არ იყოს ეკლესია. ადრე მარტო შემოქმედში დადიოდნენ ეკლესიაზე. სოფელი არ არის რომ ეკლესია არ იყოს და არ დარჩება ოჯახი, ვინც დღევანდელ დღეს ბზობას არ იზეიმებს ეკლესიაში. მე მგონია რომ ეს რაღაცა კარგი ამბავი გაქვს შენ მომზადებული. სეზონური. აი ეხლა 1-2-3 კვირა რო კეთდება და ყველაზე გემრიელია. ეხლა არის მინდვრის ფხალის სეზონი და ეხლა დაიწყო ამ წვიმების მერე ამოჩუჩქუნება ბალახმა და ჩვენ დღეს გვაქვს ყაყაჩო და ჭინჭარი. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ეს მე რამეთი მაკავშირებს ჩემს ბავშვობასთან რა ჩემები ვინმე აკეთებდნენ ჭინჭარი ჩვენთან კეთდებოდა ინდაურის ჭუკებისთვის და იმ სუნზეც ამის ასოციაცია მაგრამ იცი რა ხელებზე წინ რომ ასე რომ ვაჭმევდით ხელით რო წიწკნიდა ეგ მახსოვს კარგად და ერთი ძალიან კარგი ქალბატონი არის სოციალებში იმერული სოფელია საკრაულა იქიდან რაღაცა კაი ამბებს გვიწერს ხოლმე ნამდვილი იმერული გულიანა ეს არის შორენა აბულაძე ძალიან კაი ქალბატონია და უკვე დადო მინდვრის ფხალის რეცეპტი. ჩამოთვალა იმდენი სახეობა და თქვა რომ დაახლოებით 30-მდე ის არის რა ქვია ბალახი ქვია თუ ბალახია ეს რა არის? ბალახია რა არის? და ეხლა ჩვენ რადგან ბევრის მოგროვება და ჯერ არ ჩამოუტანია თბილისში აქეთქო უფრო სიცივეები იყო და აწი წამოვიდა თუმცა ქართლშიც იციან მინდვრის ფხალი. ჩვენ დღეს გავაკეთებთ ყაყაჩოს და ჭინჭარს. იქ ერთი ცალ-ცალკე თუ ერთად. საერთოდ ჭინჭარი არის არაჩვეულებრივი საკვები. თავისი შემადგენლობით, ვიტამინებით, ყველაფრით. და როგორც ქალბატონმა შორენამ გვითხრა, ყველაფერი ისე უნდა იყოს თანაბრად დაცული მინდვრის ფხალს, როცა აკეთებთ, რომ თავის გემოზე არ წაიყვანს. ერთადერთი ჭინჭარი და ია, რომელიც რამდენიც არ უნდა დაუმატო, გემოს არ შეუცვლის პირიქით. შეხედე, ჭინჭრის ფხალს როგორც წესი აკეთებენ ხელთათმანით, რომ არ დასუსხონ, მაგრამ მე ვინაიდან არ მსუსხავს, ნახე ეს როგორ კიდე. ყოჩა. ბატონო, როგორი ყოჩაღი გოგოა, ხედავ? გათუთქო უნდა ახლა მაგით ხელწყალში. ეხლა უნდა გავთუთქო და ჩვენ დღეს გავაკეთებთ ჭინჭრის ფხალს ნიგზით. თუმცა აკეთებდნენ ნიგზის იმის ჭინჭრის წვნიანიც არის ძალიან გემრიელია და გიждდებიან ისეთ კომენტარებს წერენ. არა, მე არ მიყვარს. არ გიყვარს ხო არა? და ასევე არის ჭინჭარი კვერცხით. არც მაგი არ დაფარება შენ. აჭარლები აკეთებენ, ჩემი აჭარლები ღორჯუმში, ჭინჭარი რძით. ვაიმე რა ნაღებით. ასე წვნიანია, ცოტა თხელს აკეთებენ და ჭაცა მოუწევთ გემრიელად. ზური ყვარაზროს არ მომინდება. იცი რა, ხალისით ვჭამ, იმიტომ რომ ვიცი ჯანმრთელობა, სიკეთეა, სიყვარულია, ამბავია, ასეთ შემადგენლობა არაფერს არ აქვს. ეხლა ამ სეზონზე ეს ყოფილა ყველაზე სასარგებლო საჭმელი. აბა არაფერი არა ახალი ჯერ. რაჭაში, როგორც კი ჭინჭრის და მინდვრის ფხალს გააკეთებენ, თუმცა აუცილებლად იმას უნდა გამოუცხონ, ქვია ჭატპურა. და ეს რა არის? სომი ცალკე აქვს მოზელილი პურის და აქეთ გამზადებენ და მოზელენ კარგად თბილი წყლით და უმარილო ღორის ქონით. მოზელენ ჭადს, გააბრტყელებენ პურის ცომს, შიგნით როგორც გულსართი ისე ჩადებენ ამ ქონში მოზელილ ჭადს და გამოაცხობენ. ეს არის არაჩვეულებრივი მისამდევნებელი ამ მინდვრის ფხალთან. მე ხლა მაგი არ გამომიცდია, მაგრამ იქნებ ერთხელ გავაკეთოთ და გავსინჯოთ აჭარლები იტყვიან რომ ჭინჭარი ვარგა დაქუხებამდე. და ეს სიტყვა დაქუხებამდე მე გურიიდანაც მახსოვს, ბებია იტყოდა ხაპი ვარგა დაქუხებამდე, მერე კარგავს გემოს. ჭინჭარი ვარგა დაქუხებამდე აჭარლები იტყვიან. დაქუხებამდე დამჯდარი კრუხი მოჭვა ბუდეზე ყველა წიწილს გამოჩეკავს. დაქუხებამდე დათესილი ხაპი ყველა კაი გამოვა და მშრალი. და ეს დაქუხება არის გაზაფხულის ერთი დიდი ეტაპის დამთავრება და ახლის დაწყება. კი ბატონო. ჯერ არ დაუქუხია, ამიტომ შეგვიძლია ამაყად
რა კაი ფერი აქვს ნინო, რამე უქენი მაგას ლიმონი ან რამე? კი, აუცილებლად დამავიწყდა რო ეგ მეთქვა. ლიმონი უნდა ჩაწურო ნებისმიერ ფხალში, რომ ფერი შეინარჩუნოს. ანუ სიხასხასე რო არ გაყავისფრეთ. ზურა, მინდა რომ მაინც წავიკითხო რა შედის ამ მინდვრის ფხალში. ხა 30-მდე ბალახი ყოფილა, რომელიც მინდვრის, მაგრამ რაც მიწერე, ეს არის ია, მოლოქა, ნაცარქათამა, ჭინჭარი, ფურისულა, ყოჩივარდა თუ შეიძლება და ფხალში არ მეგონა. არც მე მეგონა. სუქანა, ხარისკბილა, ბაბუაწვერა, აი უნდა განახო, შეხედე ხარისკბილა სადამოსულა, მაგრამ ფხალისთვის ვერ გავიმეტე. ერთი ძირია. ბაბუაწვერა, არაჩვეულებრივი და სასარგებლო ბალახი ყოფილა, ღვალო, მრავალძარღვა, წიწმატა, დილის ვარდი, დედაფუტკარა და შავფხალა. ეს რაც ქალბატონის შორინას რეცეპტიდან ამოვიწერე და მოვისმინე. ისეთ ხოთა შორის ძალიან ლამაზი ის იყო თვალის მისაყდევნებელი რო გამოვიდა ბოლოს. ეხლა ვიყავი დედათეკლესთან სამძიმარზე. იქ დედათეკლია ჩემი ხიდი უწმინდესთან დამაკავშირებელი. მასთან ერთად მაქვს ყველა ამბავი, ყველა შეხვედრა თითქმის არც ერთი არ მქონია უწმინდესთან მის გარეშე. დიახ. ამიტომ ჩვენი საერთო ამბავია ის ამბები, რაც უწმინდესზე გავიხსენე. ერთი ამბავი, რომელიც არ დამიწერია, დედათეკლემ გამახსენა ეხლა. სულ გთხოვდა, დედათეკლეს თხოვდა. დედაო, შემოიკრიბეთ ამ საქმის სპეციალისტები და შეეცადეთ ჩამოწეროთ რომელ რეგიონში, მინდორში და ველურ ბუნებაში რა მცენარეები იჭმება. და სულ ქონდა შიში, რომ მეორედ მოსვლის დროს და თვითონ ამტკიცებდა რომ ეს დრო შორს არ არის, მეორედ მოსვლის დროს ადამიანს ეს ცოდნა ძალიან გამოადგება. მე ხომ აქ მოყოლი. მე ძალიან მეშინოდა და თითქოს ამას არ ვიგებდი, რომ ამბობდა. ვითომ არ გამიგია, ვითომ არ მომისმენია, იმიტომ რომ არ ვაღიარებდი, არ მომწონდა ეს ამბავი. მე ხომ აქ მოყოლი 92 წელი იყო დასავლეთიდან მოვდიოდი და ჩემმა მეუღლემ კაკო მითხრა რომ მოდიო გელათში გავიაროთ. და გელათის გზაზე მაშინ ძალიან ანგრეული გზა იყო ჯვრის მიდიოდი. მაგრამ ხელი დაგვიქნია კაბიანი ორი ის იყო რა ქვია, მორჩილი ალბათ. და რუსულად დაგველაპარაკენ და გამოეცნაურა ახლა ჩემი თქმით გამოეცნობელა პროფესორი და მითხრა თქვენს რომ რიაზანიდან ავართო ჩამოსულიო გამოვლენი მოგვავლინესო აქ რომ შევისწავლოთო თქვენი ფაუნა ფაუნა თუ ფლორა? ფლორა ხო, რომ რა საკვები გამოდგება აქ, ანუ რომელი მცენარე გამოდგება საკვებად. ჩვენ რაც ჯერჯერობით ვნახეთ 80% ხის ქერქიდან დაწყებული. ყველაფერი მე გამიგონია რომ შიმშილობის დროს წიფლის ხის ქერქს ფქვავდნენ აჭარაში და აცხობდნენ ჭადა. აი, იცი როგორ გამიკვირდა და რაღაცა შემეშინდა მაშინ. ისეთი დარწმუნებით თქვენს ესა რომ და კიდე ერთი სიყვარულიანი ისტორია მაკავშირებს საპატრიარქოსთან და უწმინდესთან. დიდი ხანი გვამრავლებიებდა ბზებს, კოლხურ ბზას დიდი პრობლემა ჰქონდა და აქვს ველურ ბუნებაში ეს მე მithქვამს და სულ ვითხოვდა ვიხვეწები რომ ნუ მოჭრით, გაამრავლეთ, ნუ მოჭრით. უწმინდესი სულ გვავალებდა გაამრავლეთ და მის სათბურში საპატრიარქოში სულ ჰქონდა ბზები და კვიპაროსები. გამრავლებული ვაკალმებდით და ვამრავლებდით. დიახ. ამ რუდუნებით გამრავლებულს ერთს გამოაცხადებდა მე ამბიონიდან ჩემს სათბურში ბევრია ცოცხალი ბზა იტყოდა. მობრძანდით, ეხლა წირვის შემდეგ შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამობრძანდეთ და მე თქვენ დაგირიგებთ. ეს ამდენი ხალხი წააზვავდებოდა საპატრიარქოში, ჩვენი ამდენი წლის ნაშრომს ერთ დღეში დაარიგებდა. გაატანდა ყველას. ზურა, რა ბედნიერი ხარ, რომ ეს მოგონებები გაქვს პატრიარქთან დაკავშირებით. მე ისე გულისწყდება, რომ პატრიარქი ჩემი თანამედროვე იყო უწმინდესი თეოლოგიის და ვერასოდეს ვერ მივედი მასთან რომ ერთხელ მაინც დაველოდი. ჩემ შემთხვევაში ეს წყალობათ ვიღებდი ამას დიდ სიხარულად და ნამდვილად ესია. დიდი დრო მე მასთან არასდროს არ გამიტარებია. ეს იყო 10-15 შეიძლება 9 საათი მეტი. მაგრამ ამან იმხელა ძალა დამიტოვა, იმხელა სიხარული დამიტოვა. დიდ ტკივილთან ერთად უდიდესი ნუგეში და იმედია. და იცი რა დავაფიქსირე პატრიარქი რო გარდაიცვალა მე არ ვიყავი საქართველოში. და სადაც ვიყავი, იქ იცი რა იყო, აი აბსოლუტურ დუმარებაში ვიყავით. არც ძალაპარაკება არ გვინდოდა. უყურებდი და მეორე დღეს წავედი და ეკლესიაში პანაშვიდი გადავიხადეთ. ძალიან ტკივილიანი აღმოჩნდა მისი ასაკის მიუხედავად, მისი მოღვაწეობის მიუხედავად. თითქოს რაღაცა ველოდით, მაგრამ არ ველოდით. ეს დღეები სულ ამბობ რომ იმხელა დიდი სიცარიელე რა ძალამ უნდა შეავსოს, რა სიყვარულმა უნდა შეავსოს, რამ უნდა შეცვალოს, ეს მე არ ვიცი. ხო, ეს იყო რაღაცა საერთო ტკივილი. და მინდოდა რომ დიდხანს გაგრძელებული იყო ეს განცდა, ეს ერთობის, მაგრამ რა ვიცი, ხდება ხოლმე რაღაც განსაცდელებს გვიგზავნის ხოლმე. არა უშავს. იმედია გადავაკორებ. ვერაფერს ვერ შევწვით. ამას არ ჩაამატებ, ნინო?
იცი რა არ მინდა ყაყაჩო დარჩა მათ ბევრი და არ მინდა ვინაიდან მაქვს რეკომენდაცია ჭინჭარიც არის ცოტა ხომ არა უშავს სიტყვას იმიტომ რომ არ მინდა რომ გემო რაღაც შეუცვალოს არა ცოტა ხანი იმიტომ რომ ღერები ყაყაჩოს იცი რა გამახსენდა მურმალებაინძის ლექსი ყაყაჩო გაზაფხულზე ყვავილია შემოდგომაზე გასთიბვენ და თივა ის დღები უკვე გავლილია და გული მტკივა ვისი ეგ ლექსი მურმალებაინძის რა კარგია არც გამიგონია ლამაზია ყაყაჩო გაზაფხულზე ყვავილია ნინო მე ისე გავიზარდე გურიაში მინდვრის ფხალი არ მიჭამია ერთადერთი რასაც ბებიაჩემი გააკეთებდა იყო ჯიჯლაყა და ქათამნა ნაცარ ქათამა დიახ აი მაგ ორს ჯიჯლაყა სეზონი აწიმოდის და შესაბამისად არც ამის ასე ვთქვათ ინვენტარი არ ქონდა აი შეხედე ეს არის იმერული საკება რაჭასაც აქვს ხო კი აი თუმცა ბევრი ორი თევშითაც ორი ფრიალო თევშითაც იციან ჩაკება მაგრამ ეს არის სპეციალურად მაგისთვის ეს ნათიამ გვიყიდა ნათიამ გვიყიდა სხვათა შორის იყიდება თურმე იმაზე რიკოთის უღელტეხილი ხო რიკოთზე იყიდა მაგრამ იცი რა მე რო უყურებ ხო და მინახავს ოჯახებში ეს უფრო თხელია ხოლმე ხო ისევე როგორც რაჭველებს აქვს ლობიოს მოსაჭიკჭიკებელი ხის მარტო რაჭველებმა იქციან დასაბეჭდი ლობიოს და რა კაი სიტყვას ეძახიან მოსაჭიკჭიკებელი ისი აქვს ამაც ჩასაკეპი ქვია ამას გურის სიმღერაც რომ აქვს გახსოვს ის სიმღერა ჩვენი იმღერეთ თქვენ იმღერეთ უფრო სწორად რომელი აბა რაფრა კეპენ გობზე პარკი ლობიოსო ტოკიო ლობიო ტოკიო და ლობიო კი ბატონო ტოკიო და ლობიო რა გარითმული ეგ მახსოვს ნინო ეყოფ ახლა მაგას გაუვიდა წელი იცი რა არის არ გაუვიდა არ მინდა უხეში იყვეს ამოვარჩიე ფერი იღეროე აი ბატონო აი ფერი აქვს და ხასხასა ხო ხასხასა იქნება იმიტომ რომ შეიძლება ლიმონით ჩაწურო ძმარით იმაში გაწურავ კი ბატონო და ცივი წყალი უნდა გადავამლო კიდე აუცილებლად ჩემო უნდა ცივი წყალი კი ეს ჩანაყილი მაქვს ნიორი გამზელისა ნიორი და კინძი ახალი ნინო ახლა რომ ამარანტი თურმე ჯიჯილაყა რომ ყოფილა იცი არ ვიცოდი ახლა გავიგე მეც ეგ ამბავი ოჰო რა კაია როგორ ისუნი დადგა რა ფერი და გაჩერდი ახლა არ თქვა რომ ვიყვარს და ვგიჟდებიო არ ვგიჟდები და რა ფერი ვიტყვი არ მე ვიტყვებ გაც ჩემ დღეში არ მომიტყვებია შემო ბატონო რა ფერი სუნი დადგა და ჭიმას რო ვაჭმევდით ჭუჭულებს ინდაურის წიწილებს იმ ფერი ჩემო ბატონო ბებიაჩემი უზელდა ჭადის ფქვილში და რძეში პირველ დღეებში ხელით ვაჭმევდით ასე წაიბები აჭამე წაიბებიაჩ გამწარებული ვიყავით ასე ეს ახლა მოდი ახლა გაწურავ ახლა მაგას კი ცივი წყალი უნდა გადავავლო იმიტომ მომიაგე ხელს ვერ მოვკიდებ ესე ვოიტა მე ხო იცი ხელსაც შვენივრად ვიტან ხელზე ბატონო ჩემო ღერები აქვს ნინოს სქელი და მაგერები ამოარჩი არა რბილია შენ წარმოიდგინე ჩაიკეპება ახლა კარგად ისე კარგი იყო თავიდანვე დაჭრილი ჩამეყარა всё როგორც ქალბატონმა შორენამ გვასწავლა მსხვილად უნდა დაჭრათ და ადვილად ჩაიკეპება ხედავ რა შევა დღეს მკურნალობ სახელგატეხილ ხალზე რომ ერთი ანეკდოტი გახსოვს ახლა ვიღაცას რომ მკითხო მე მრუშოფოდას არანდა რომ მკურნალობ ექიმად უნიშნა დანიშნულები ისია დღეს ჩვენს მკურნალობთ ჭინჭრით მე შენი ბებია რო ღვინოსვამდა და ექიმად ამნიშნაო მაგი მახსოვს ხო ბებიაჩემი ასე გადაკრავდა და ერთს აუცილებლად დალევდა ბაბუა ხელს უწყობდა ხო და თუ ბები არ იტყოდა რომ მე აგი ექიმად ამინიშნაო ბაბუაჩემი გაახმოვანებდა მაი ბაბუა ბებიაშენს უნიშნა ბათუმელმა ექიმმა და ამ ბათუმით იყო გამყარებული ეს ხო რომ ბებიაზე აზრი არ შეგცლოდათ რომ არ გონებოდა რომ შემთხვევით პირზე ესი ამოვნა დიახ პირი გამომიკეთა ხო იცი გადმოყარი ახლა გადმოყარი ეს ღერები გამოვაცავდი ამაზე გამოცი არ ჯობია აია ჩემო ბატონო რა ხასხასაა ნინო ამაი ლიმონ მაქვს ნახა და ვიჯერო ხო აბა მომეცი შენ ერთხელ ცადი ეხსა და არ გამოგივიდა ამის ჩაკეთვა რა კაი არაღია ძალიან რა გინდა ახლა მაგისთვის სუნელი რა გინდა გამსათებული მაქვს კინძი და ნიორი დანაყილი და ნიგოზი მეტი არაფერი ამას არ უნდა და ცოტა ძმარი უნდა წაჰკრა ჩემო ბატონო ხო და ამას ეხლა უნდა ცოტა უფრო კარგი და ყოჩაღი ჩაკეთო აბა ვნახოთ ჭადიც გვექნება ეს იმერული ამბებია იმერული რაჭური ქარცშიც იციან ოღონდ სხვადასხვა ბალახით და სხვადასხვანაირად და ჭინჭარი არის უცვლელი ყველაში ამაში ბალბაცურებია ნახე ბალბაც არის ხო ეს ბალბის ფოთოლია ვინაც მონახა ეხლა გეცოდნია მინდვრის ფხალის
შერჩევა, როგორ უნდა. ეხლა გაივსება ბაზრები, ყველას ჩამოაქვს პატარ-პატარა ტომრები, თავისი მოძებნილი, ძირითადად მოხუცებს და ახალგაზრდებმა თუ იციან, ისევ ამისი მოძებნა არ ვიცი. არა, დიდი ცოდნა უნდა ხა იმფერი ახალგაზრდები ჩვენ რომ იცი რამდენი ბალახი იყო ჩემს ეზოში გუშინ გავედი სულ გადახასხასებული, მაგრამ ვერ მოვძებნე, ვერა მოვარჩი, ერთადერთი ბაბუა წვერა ვიცი. არ ვიცი ჩვენ მაგისი ცნობა. ცოდნა უნდა ხო? ცნობა უნდა. თქმა უნდა. მომე დავაყრი ნიგოს, გინდა? აჯერის დამიყარე, რა ქვია, წვანილი. წვანილი. რა სუნი აქვს? ნელ-ნელა შევკეპავ ამას ამით. ნახე რა ფერი სუნი აქვს და რა კაია. ქინძი აკეთილშობილებს ყველაფერს. ქინძი და ნიორი, დედა რა სუნია? ქინძი ხო ქართული სამზარეულოს მთავარი ის არის, რა ქვია. ერთ-ერთი მთავარი. მარგალიტი. იგი არის. ბატონო. აი ჩემო ბატონო. ფილთაქვის გარეცხვა არ შეიძლება ორი მიზეზის გამო. ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ უხვავობა იცის. ბებიაჩემი მარილით გამოასუფთავებდა. ასე მარი. ფილიდან ამოღება რამის და გასინჯვა. გრამით გაშინჯვა ხო. სრურწმენაა, მაგრამ არის შეიძლება მაგაში რამე სიმართლის მაგვარი. არც ფილთაქვას არ გარეცხავდნენ და მეორე მიზეზი არის ის, რომ დამხობილს გააშრობდნენ მარილით გამოსუფთავებულს და რომ არ გახეთქილიყო. გაზეთ ჩამომიყარა. დასველებული სკდება. ხო, თუმცა მე მინახია გახეთქილი ისინი ქვიჯების, რომელსაც ინახავენ სიძველის გამო. კი, შემოკრული აქვს სინა კონდა. სინა ბატონო, დიახ. დამიყარე კიდე იმიტომ რომ ნიგოზე არ წენს. არა კაცო, მაგას თლად დავაღრია. თლად არ უნდა. თლად ძალიან ბევრი იქნება, ძალიან გათეთრდება. შო, არა. თავარი ფერი უნდა იყოს. იმედია ქალბატონი შორენა არ დაგვიწუნდეს ახლა. მისი რეცეპტი თუატინოს ნახი აგერ. დედა რამდენი და თუატინოს მე შევჭერ. აწი გემრიელი იქნება, ბარა იქნება ყველა შემთხვევაში. ბალახი ვჭამო და იგის ნიგოზი აკლდეს არ მინდა. ეხლა დამიყარე წიწაკა, ნახე ლარალამაზი იყოს, წვანეზე ეგ წითელი. ახლა ბალბის ფოთოლი ვჭამო, ჭინჭარი, ინდაურების საჭმელი ვჭამო და იგიც მიკლებული. ნახე რა კარგია, всё. მიკლებული ნიგოზი არ ვიცი. კარგი მეტი აღარ ქნა. აგირაია უცხოა? ეს არის ხმელი, ხო, უცხოსუნელია, ეგეთი ხიძი ერთად. კი, ცოტა მომეცი. და ეხლა ძმარი დამიშეშხე, всё, მეტი არ ქნა რა. ხახვი არ უნდა? არა, ხახვი მოთუშვილი უნდა, როგორ არა, როცა წვნიანს აკეთებენ. ახლა ამასაც კი არ აწყენე და ეგ სადაო არა მეტი არ ქნა. ყველა ამბობს ის უნდა ეს უნდა. ყველა ისი აკეთებს, როგორც იცის ტრადიციულად, როგორც ისი ოჯახიდან მოდგამს, კი ბატონო. მაგრამ მე ვამბობ, რომ ამ ამბავში უნდა ვენდოთ იმერლებს. ისევ როგორც ძის პროდუქტების გაკეთებაში მეგრელებს, ელარჯი ხო არ შეიძლება ხა სხვას კითხო. მეგრელის გარდა. ისი არის ესეც, ჩემი აზრით. მომეპაწაგა მაშინში. მაცადე, მარილი? მარილი უნდა? მარილი მე მგონი უყავი, არ დააყარო ჯერ, აი გასინჯე და მე რა. მე მგონი უყავი მარილი. ახელას ვერ ევიღებდი. ჩემო ბატონო. ნახე მარილი, მე მგონი მივეცი. აქ მარილი? აქ მარილი. არ უნდა ხო? ძალიან ხო არა აქ. ცოტა უნდა. არც ისეთი უბედურება. გავითვალისწინოთ, რომ მარილს ეს იწოვს, მარილის გემოს, იმიტომ ხო სველია და არ უნდა მეტი. ძმარი ხო აღარ უნდა და ძმარი უნდა. მაშინ დავამატოთ ძმარიც. ისე ვამბობ, ვითომ ვიცი რას ვამბობ. გემო ხო შენ გასინჯე და. კარგია. მე ცოტა არაფერი არ შემიძლია. ხო, ბლომად ყველაფერი ბარაკიანად და გულიანად. რადგან ნინომ დღეს ასე გადაწყვიტა, დავყაბულდეთ ამ ბალახებს. მარტო ჩემი გადაწყვეტილება იყო ეს. რახან დაბრუნდა რაღაც ვჩივით, ვეფერებით. რაბარა, მეც ხო გეფერებ. იმ ილუმინატორიან ფოტოს არ გაპატიე. თვითფრინავიდან რომ მოფრინავდი ასე თავმიდებული. აბა რა ვქნა? მაგით ვარ გამევიძიო, აგერ ნახე. ჩემი სამშობლოს მთები რო დავინახე, გავიხარე. და სელფი გადაიღე. და სელფი გადავიღე. ვის თხოვე გადამიღე სტიუარდესას? მოვსელფე. სელფს თვითონ ვიღებ და სტიუარდესასთვის რომ ასე თავი რომ მქონდა მიდებული, მინაბული. ასე დავიჭირე, ასე. გაწეული მქონდა, ხა, კაი. ახლა თქვა აგვარები ვინ გადამიღო, არ არის საჭირო, ჩემით გადავიღე. კარგი. ბატონო, всё. ერთი რამე პინწკალი კიდე რომ შემომაშოლოს, აღარ დამრჩება გაურკვეველი. ეს არის ჩვენი მხარი. შვენიერია, მოათუხთუხა მშვენიერი. ლამაზიც, გემრიელიც, ტრადიციულიც, სასარგებლოც, იმერლებს გავახარებთ. თადარიგსაც დავიჭერთ. მინდო ბევრია უკვე წვიმების მერე წამოსული ბალახი და შეარჩევენ. და ერთი სურვილი მაქვს კიდე. უფროსებმა ასწავლონ მეორე თაობას ახალგაზრდებს ამისი მოძებნა რომ არ დაიკარგოს. მოძებნა ცნობა ამ ბალახების ეს სიმდიდრეა. რა თქმა უნდა. ასეა ჩემო ბატონო. და შეაყვარონ, იცი რა
რა ვიცი როგორ უთხრათ რომ შეაყვარონ, მაგრამ კაია თუ გეცოდინება. ერთი ხა ამაზე ვერ გადახვიდე ეგება, მაგრამ ერთი იჯრა რატო არა სახალისოდ ვიცოდე. მე ახლა მგონი არ ბროწულის მარცვალის მოხდება, მაგრამ მე ჩხუბს დამიწყებენ, ამიტომ შეიძლება. გინდა გიწევს. აი, არ უნდა დამიწყებენ, არ უნდა მიდროს ხას ბროწეული და მე მგონია გემოთი კაი იქნება, მაგრამ არა უშავს. დღეს ასე იყოს. ვერ ვიტევ სიხარულს შენი დაბრუნებით. ვაიმე, მეც რა კაია, რა კაია რომ ჩვენ სხვა განცდა. კაია. დაბრუნება. მინიმუმ 2 კვირა აღარ გეჩხუბები. ვაიმე, მე კი დავიჭიროთ ადარგი, გავლესო ხმალი? გემზადე. ხმალი ალესეთ ქართველებო. არგუმენტებს ვამზადებ, არგუმენტებს. აი ბატონო ჩემო. დროებით. ვერაფერს მიპოვი. დროებით ნახვამდის.